გამარჯობა, მერაბ, როგორ ახარ? პირველ რიგში, მერაბ, სანამ დავიწყოთ ჩვენ ინტერვიუს, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთე. ძალიან დიდი მადლობა და მინდა მოგილოცო მთელი ქვეყნის სახელით. მაო, იმიტომ რომ თელმა საქართველოს დილით გაიღვიძა შენს გამო, რაც არ არის ადვილი ამბავი რა. ძალიან მაგარი რამე უნდა ხდებოდეს ქართველმა, რომ დილაუთენია გაიღვიძოს და მართლა ყველანაირი იმედები გაამართლა, არა მარტო ჩვენთან ქვეყანაში, არამედ მთელი მსოფლიო უყურებდა და ნამდვილად ძალიან დინამიური ბრძოლა იყო და ჩვენ ხო საერთოდ გადარეულები ვიყავით და ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთე, გილოცავ და მე კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებ, იმიტომ რომ შენი ინტერვიუსი არ იყოს, რომელიც იქვე აღნიშნე და თქვი, ისეთ კაცთან, რომელიც ძალიან მაგარი არის, ჯოროგანი, მან შენ თქვი, რომ ძალიან ბევრს შრომობ, ძალიან ბევრს ვარჯიშობ, რაც ნამდვილად დასაფასებელია და მე წარმომიდგენია, რამ ხელა მსხვერპლზე მიდიხარ, იმისათვის, რომ ხარ ამერიკაში, ყველაფრის გართობის საშუალებაც გაქვს, ყველაფრის, მაგრამ შენ მაინც აი ამ გზაზე დგახარ, რომელმაც შენ ლეგასის, ასე ვთქვათ, უზარმაზარი კიდევ ერთი აგური შემატა და მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ მოგილოცოთ მაინც. ჩვენ სხვათაშორის ხო გისმენ მერაბ. მადლობა მინდა გატყობოს სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ემიგრანტებს და განსაკუთრებით კიდევ იმ ხალხს, ვინც შეძლო და დაესწრო ბრძოლას, ანუ არ არის ადვილი, აქ ყველა მუშაობს, ყველას თავის საქმე აქვს და ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მუხტი იყო დარბაზში. მეც არის დარბაზშიც მიჩხუბია, მაგრამ რა თქმა უნდა, ვაფასებ და ეს ამხელა მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მადლობა ყველას. გაიხარეთ, გაიხარეთ. სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ ჩვენ წინასწარ გავიგეთ, რომ გაიმარჯვე. იცი რატო? იმიტომ რომ საქართველოს არის ერთი დღით წინ, ჩემო მერაბ და ჩვენ ყველაფერს შედარებით ადრე ვიგებთ ხოლმე, მაგრამ ეგ იმას სახელი არ შეუშლია, რომ ჩვენ ყველას ერთად გვეზეიმა იმ დღესაც, ასე ვთქვათ. ისე სანამ იბრძოლებდი შენი მოწინააღმდეგე, მერაბ რუსულად დაგელაპარაკა, ხო თუ არ ვწდები? კი, რუსულად. ხო და ეხლა რას წარმოვიდგენდა, რომ რუსული ლაპარაკის გამო ვინმე ასე გალახავდა და სცემდა. შენ ისე ჩემზე ცოტა პატარა ხარ, მაგრამ ეგეთი ტერმინები გახსოვს ტრახი და ბათქი. აი, ყველაფერი ერთად იყო რინგზე, რაც მაშინ ხდებოდა რა. კაი, ერთი ასეთი კითხვა მაქვს. აი, კისრით რომ ყავდა დაჭერილი მეტოქე. აი, მაგ დროს რაზე ელაპარაკებოდი, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ხედავდით, რომ ცუკერბერგი იქიჯდა, ის შენი დიდი ფანია, ხო და რომ დაითრიეს პალავანი, აი, გაუხიმე კიდევაც, მაგრამ ასევე ერთი რა უთხარი, ყველას ეგ აინტერესებს და გაგვიზიარეთ თუ შეიძლება. მოკლედ ჩვენ დიალოგი იყო ესეთი რა. მე ვცდილობდი რომ მისი ზურგი ამეღო და უკიდან დამეხშო თავიდან ზურგზე არ დამიშვა ჰენრიმ, მაგრამ მე ვფიქრობ დავიღე კისერი კარგად. და მაგ დროს უბრალოდ არ მახსოვს მანამდე დამიძახა და აკბერეჩი დამიძახა რომ 30 წამია დარჩენილო და მარკ ცუკერბერგთან რა თქმა უნდა მიმოწერა მაქვს და ნაცნობები და მეგობრები გამოდივართ რა, ხო და რა თქმა უნდა გავედე და მეთქი ცოტა დრო არის მეთქი დარჩენილი და ხროტინი მესმის მეთქი რა და ანუ დავახჩო მეთქი თუ რა დავიყვანო და იქ მე აი ნუ ვიქას მე ყველას გავიხი ნუ გადავდი და ნუ ხროტინი მესმოდა რა მაგრამ ძალიან ვთქვი რომ ანუ ძალიანაც არ გამერისკა რა და ნუ დაველოდე მეთქი თუ დაარტყავს ხელს და თუნდაც იცოდა ჰენრიმ რომ ცოტა დრო იყო დარჩენილი და გაძლო რა და ნუ ეგ ხო არ შეხვდი ცუკერბერგს თვითონ ბრძოლის შემდეგ უშუალოდ? კი. რა გითხრა ერთი საინტერესოა? რა თქმა უნდა მომილოცა და ანუ მითხრა რომ ანუ ხა მაგან გაიკეთა მენისკის ოპერაცია, არ ვიცი იცით თუ არა ცუკერბერგიც ვარჯიშობს ჯიუ-ჯიტსუში და რუსულ MMA-შიც ივარჯიშობს და ის ძალიან უყვარს ეს სპორტი და მოკლედ დიდი ხანია მწერს იმაზე რომ ვივარჯიშოთ, რომ არ შედგა ჩვენ მე მქონდა ვარჯიშები ხან თვითონ იყო სხვა ქვეყანაში მოგზაურობაში მე ტრამვა ის ეხლა მოიჩინა და ისევ რეაბილიტაციაში და მეუბნება რომ ანუ მითხრა რომ ანუ ზაფხულში უაჭველიო რა უაჭველი ვარჯიშოთ კარგად იქნებიო იმედია მაგას შენ ჩემპიონიც იქნებიო და მოკლედ ვივარჯიშოთ შვენიერი ხო არა სპარინგი კი ბატონო მაგრამ ისე რომ გამოგიწვიოს ცუკერბერგმა არა ძალიან არათანაბარი იქნება. მაგრამ ისე სხვათა შორის შენ თქვი თუ იცითო და ნამდვილად, იმიტომ რომ ერთი ამბავი არის ატეხილი ყველა ელოდება ცუკერბერგის და ილონ მასკის ორთაბრძოლას.
და ეგეც ისეთი სანახაობია. ეგება მე უთხარი მეთქი თუ მეთქი ჩამოვალ მიუხედავად იმისა რომ ხა ანუ და მარკ ზუკერბერგი ცოტა ჩემდეოდა მაღალია და ილონ მასკი გაცილებით მაღალია მაგრამ მოკლედ ილონ მასკმა უკან აიხია რა მარკ ზუკერბერგი ანუ დაიხევდა, აბა რა იქნებოდა ხა ეგეთი მენტორი ყავს ზუკერბერგს და რანაირად არ დაიხევდა. ისე პრინციპში თუ ილონ მასკმა მერე თქვა რომ არა ძმაო მე მაინც უნდა შევებრძოლო და გაილახა, მე ეგრე მგონია, მაინც მანდაც შენი ხელი ერევა ხა, იმიტომ რომ ალბათ კაი დარიგებებს მისცემდი და მაგისი უკუღმა ვარიანტიც კაი იქნებოდა ზუკერბერგმა რომ მასკი დაიჭიროს და შენ წიროზი ხარ და რო გიყურებს და გიღიმის რა ვქნაო, რო გითხება, ეგეც კაი სანახავი იქნებოდა. მე რა ხო Then you more to show რა თქმა უნდა გადავთ თან ესე ტერმინები თუ ახსენ გაილახა და რაღაცა მე პროფესორად ვდგები და ბრძოლა და დამარცხება გეთანხმები ძმაო კი ბატონო იუმორით თორე რა თქმა უნდა ეს არის პირველ რიგში არიან სპორტსმენები რომლებიც უდიდეს პატივს სცემენ ერთმანეთს ყოველთვის მოსაწონია ეგ რომ ერთმანეთს ეხუტებით ხოლმე ჩვენებურად რა თქმა უნდა აქტორი სერიოზულად თუ ვისაუბრებთ პირველ რიგში სპორტსმენები არიან ეს არის ორთაბრძოლა და შემდეგ რა თქმა უნდა რომელს უკანაც უდიდესი შრომა დევს თან ასევე ამიტომ ხუმრობა სერიოზულად ხმები ეგრე არის. ისე რა მაინტერესებს იცი მე რა ძალიან ხშირად კომენტატორები ამბობენ ხოლმე რომ აი მიაძინა და ეს მიაძინა რა არის ეხლა როგორც პროფანი ისე გეკითხები. ამ მიაძინას დროს პირდაპირ მნიშვნელობით გავიგოთ ანუ ტიპს რამე ესიზმრება მაგ დროს. აი დაძინა რა. აი კი სხვადასხვა. მე და რას ხედავთ საინტერესო. გაყუჩებული როგორ გაყუჩებული თუ არა ისეთი გემრიელი ძილიც ის მაგ დროს რა ნუ ალბათ ის მექსიკელი ხედავდა როგორ არის მექსიკაში და ქართველები გადადიან საზღვარზე შეიძლება ეგეთი ძილიც ნახავთ არც ეგ არ არის გამორიცხული eno siendo la vida contigo la georgiano კარგი სოლიდური თანხა მოიდი ხო მე მოვიგე არა, ნუ გამოიმუშავა, მოგება ეხლა გამოიმუშავა, მართალი ხარ, მოგება ხო ლატარიაში და აქ მართლაც რომ გამოიმუშავე და საპრიზო ფონდი მიიღე, გეთანხმები. არა, ამას რატო გეკითხები, იცი, რომ უბრალოდ არ მოხდა ისე, რომ გამარჯვების შემდეგ როგორც ხდება ხოლმე უამრავი დაკარგული ნათესავი არ გამოჩნდა არეალზე და უამრავი დაკარგული მეგობარი, რომელიც 30 წელია შენზე ფიქრობდა, მაგრამ აეხლა გადაწყვიტა რომ მოეწერა. ნუ რა თქმა უნდა. ივატონო მე რა თითქმის ეხლა მე ხშირად მსახიობად მომიხსენიებენ და მიუხედავად იმისა რომ პროფესიით არ ვარ მაინც ასე თუ ისე ნუ ამ სფეროში ვარ მსახიობაში და ნამდვილად შემიძლია დავადასტურო რომ თითქმის ყველა მსახიობი სოფლიოს მასშტაბით ამბობს რომ აქვთ ერთი საოცნებო როლი რომელიც უნდათ რომ სიცოცხლეშივე რა თქმა უნდა ითამაშო და შენ თუ გაქვს ისეთი საოცნებო ადამიანი თუ არსებობს შენთვის ვისი ეხლა კიდე ცემა წერია რა ვქნა ეხლა ვისი ცემაც გინდა მოდი ჩვენ აი ესე ისე ვიტყვით უბრალო ენაზე ვისი ცემაც გინდა რინგზე ვისაც გინდა ებრძოლო ну როგორც იცით დღევანდელი ჩემპიონი ვინც არის შუგარ შამომალი მაგას ისახეს ვის და ვიზახი 7 წელია და მეგონი იმდენი ვიზახე და აღარ თახდება მეგონი აღარ მინდა უკვე რა გადაგიდა ხო ხალხი არის ხაი რეალური მოწინააღმდეგე ვინც არის ხე ჩვენ წონაში ვარს დავიდა ეს არის და ნუ ეხა დღეს მithumetes ჩემპიონი რომელმაც ჩემი მეგობარი დაამარცხა ნუ მე მასთან სულს იმედია ის დაიცავს ეხლა ქართლზე ბრძოლა აქვს სამში და ვაპირებ ბრძოლაზე დასწრებას და იმედია დაიცავს და იმედია რომ მე როცა გამარჯვება ბრძოლობ ეგ იქნება ჩემი მოწინააღმდეგე კი ბატონო მოკლედ მე რა ძალიან დიდი მადლობა ვიცი რომ მართლა გადატვირთული გრაფიკი გაქვს ასე რომ ჩვენთვის რო დრო გამონახე და მთელ საქართველოსთვის რო დრო გამონახე ადამიანებს ეურთიერთე მაგრამ ჩვენთან გააკეთე ჩვენთვის ნამდვილად პატივია რომ დღეს აქ ხარ მადლობა ყველაფრისათვის და დარწმუნებული ვარ მომავალი ბრძოლის დროსაც მთელი საქართველო დილით ავდგებით და მე რა დვალიშვილს უყურებთ გემშვიდობები მე რა უღრმესი მადლობა წარმატებები ძმაო Kalbatonebo და ბატონებო, ახლა შოუში სტუმრის დროა. გთხოვთ მივესალმოთ ჩვენი სტუმარია, არაერთგზის მსოფლიო ჩემპიონი, ქართველი ჰალკი, ლევან საგინაშვილი.
კიდე ერთხელ მოგესალმები ლევან და რა თქმა უნდა, მადლობა რომ გამონახეთ დრო და მესტუმრე. მადლობა თქვენ რომ დამიძახეთ. გაიხარე. რომც არ მოსულიყავი ახლა მაინც მადლობას გეტყოდი, მაგრამ შარის თავის ადამაკ შეგერაცვალ. მოკლედ ჩვენზეა რა თქვა ეხა ვირვე რომ შევხედავს, თამთას ვერ შეხვდებაო, მაგრამ კაცი მთას შეხვდებაო. აი ასეთი არდა. რა შვები როგორ ახარ? ჯერ დავიწყოთ აქედან, როგორ მიდის შენი საქმეები, ხო ხარ ჯანმრთელად, კარგად? ნუ ჯანმრთელად პატარა ტრავმა მაქვს ხა. მაგისტრა უკურნალობ, გავდივარ რეაბილიტაციას და არის ზეიმი მსოფლიოში, ხო, შენი მაგისტრა? ხო, ესე მიყურებენ. კაბოა. ამ მიმაში მიიღებს მონაწილეობას, რომ იმედია მალე ყველაფერი კარგად იქნება და ჯანმრთელობას გისურვებ რა თქმა უნდა რა. დავიწყოთ, მოდი საუბარი აი Netflix-ის ფილმი, რომელშიც მიიღე მონაწილეობა. კონკურენტი თუ გყავდა, მაგრამ არ ამგონია ხშირ როლზე მივაყოფილიყოს. მე და ის ვიყავით თავშოთ ასეთი კონკურენტი არ გეყოლებოდა. ო რა ვიცი, ის რომ გავაგზავნეთ ჩემი CV სურათები და რაღაცა, ეგრევე მოგწერეს წამოდი. ეგრევე. წამოდიო თუ გინდა ჩვენ ჩამოვალთო. ხო არა, ისე უკვე შეიძლება ხო თამად გამოგაცხადო არაერთი მსოფლიო ჩემპიონი, კლავჭიდელი, მსახიობი, უკვე მიემატა შენი რესტორანზე რეგალიებს. ისე თუ დააკვირდი შენ ამხელა ნახტომი გაქვს კომედი შოუ სკეჩები და პირდაპირ ჰოლივუდში. იქ რეჟისორმა უყურა მაგას. აი კიდან. ხო, ისე რა არის თუ იცი მე ცოტას მაგალითად შევცვლიდი ახლა კი დიდი არაღი გეჭირა ხელში, მაგრამ შენ ხელში თავდა პატარა მომწეს. მართლა? ო პატარა მომწეს და რომ მომწეს რომ დავიჭირეს შევხედე რა და იქაცმა შემომხედა და ეგრევე გამომართა და თავდა მამით არის დიდი. ყველა დიდი იყო, მაგრამ მაინც პატარა ჩანდა შენ. უსიტყვოდ გავუგეთ ერთმანეთს. მე მგონი შენთვის უნდა გამოეყო ტანკი. ხელში რო გჭეროთ, აი როჩამის და რეგავი. საშუალო ზომის ტანკი. ლულას ვაფრე. ითი რო ისროდი, ხო? ისე ახლა ამ ფილმში კი ბოროტებს გულშემატკივრობდი ჩვენ ცუდებს რა, ქართველები. მაგრამ ეს შენ რომ მოკლეს იქ თავიდანვე აუში იყო გათვლილი ჩავარდა თუ ერთი სამჯერ იატაკი რო ჩავდრე მე გადაწყვეტეს. არა თავიდანვე ჩავარდეო და ისე ცოტა უნდა ყოფილიყო რაღაცა შენი ხო იქ ვეხვეწე რა ვიცი მაჩხუბეთ მეთქი იქ რაღაც ილეთებს ვაკეთებდი ნახე რა მაგარი ვარ მეთქი მაგრამ არ მაჩხუბეს. რა შპაგატი ჩავდექი რაღაცა. კედელი მოანგრიე ხო საღრდენი ბოძი გამოვაძრა. მაჩხუბეთ მეთქი კრისტალ მეთქი მაგრამ რა ეტყვა შეეცოდათ. მართლა არ დაარტყავს თუ რაღაცა და აი შენ პერსონაჟი ახლა მე ვერ ვტყვი მაგრამ ისე თუ მსგავსება თუ არა მე შენ პერსონაჟს და შენ შორის და იმ პერსონაჟს შორის რომელსაც აკეთებდი ახლა. იქ ბოროტი კი ვარ. მაგრამ თვალებს რო დააკვირდა. აი კეთილი თვალები რა ხო. შეჯიბეც ეგრე ვარ ხოლმე ბოროტი კი ვარ მე ხოლმე შეჯიბზე მაგრამ მაინც თვალებით. არა მსგავსებაში ახლა შეიძლება ვიღაცა ისე თუ წასულ ხარ ცხოვრებაში თუ წასულ ხარ შენი უფროსის ძმის ქვისლის მოსაკლავა. ანუ გადაღებების პროცესებზე მინდა კითხვა ახლა არ ამგონია შენთვის უნდა შენიშვნა მოეცვა რაღაც არ მომეწონაო. იქ ერთი კადრი რო არის პოლიციის მანქანას რო ვესვრი. ხო. იქ მეუნეოდნენ რომ აწიო ზევითო. პულიმიოტიო და მეოთხარი არა მეთქი რა. კი მე რემბოს კინოებზე ვარ გაზდილი მეთქი და ასე უნდა მეკიდა. აი კაიცეკა. აი ჯადავს გოდაცეგრია და არა უშავს. ზოგადად ვინდა კითხო კლავჭიჩი ეს შენ ახლა აბსოლუტურ ზონაში ხარ ხო? კი. ხო და მანდაც არის ისე ხო აწონვები და რაღაცები წონები და კლიენტი წონებია თუ კლავს დადებენ მაგრამ კლავს. მე ამ წონია ხოლმე. ამ სხვები აწონა შენ. ამ ბოლოში მწონია ხოლმე რომ სასწორი ვარ გაფუჭდეს ხობი აღარ აიწონებიან და. ან თუ ამ წონია ხოლმე მე იცინია. ესე იგი, როდიდან დაიწყე შენ ეს ამ სპორტით? როდიდან დაკავდი ამ სპორტით? რამდენი წელია უკვე? სერიოზულად აქტიურად 2013-ში დავიწყე რა მანამდე ცოტა ხან ჯარში ვიყავი ხან ისა ხან ისა და ანუ ჯარში და მანამდე რა საქმიანობდი? მანამდე რა სხვადასხვა
სამუშაოებზე მუშაობდი, გიფსოკარდონის ხელოსანი ვიყავი. ო, მაგაზე? რა თქმა უნდა, კაცი. ხო, რემონტებზე მუშაობდი. კერძოდ აი შეკიდული ჭერები რო გიფსოკარდონს რო ეძახიან. ხო და მახსოვს რომ ვაკეში მუშაობდი, ერთი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იყვნენ რა. ხო და აი როგორ მუშაობდი ისე აი სუკაჯიანი ვიყავი და რაღაც. ხო, ნუ მოხდახეული დასასრულებელი მეცვა, ხო და იქ საჭმელს მაჭმევდნენ სახში, მუშას აჭამეო იქ. მარიონეოდა ძოლს და მაჭმევდნენ და მოკლედ მუშაობდი და რამოდენიმე თვის მერე მუშაობა დავიწყე მძღოლად რა. ხო და ის მძღოლიც ვიყავი, ჩინელები იყვნენ და წამიყვანეს ბათუმში. ბათუმში წავედით და რედისონში აიღეს თავის ნომერი და მეც რედისონში ამიღეს ნომერი და გამიხარდა ძალიან და იქ ბასეინზე ვარ ჩასული ძალიან განცხრობაში ხარ? ძალიან ჩათენთილი ვარ, აი ლივლივებ, რასაც ქვია, იქ რაღაც კოქტეილი შეუკვეთე. ახლა ხელფასი გავისროლე, მაგრამ ფეხებზე მკიდია. და ძალიან მაგრათა ვარ და ხედავ ვიღაცა გოგო მიყურებს რა და თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი დავევასე მეთქი ხარა და მე რომ დავაკვირდე რაღაცა ისე მიყურებს რომ ხვანაირად მიყურებს ანუ უცნაურად და მე სხვა ბიჭიც მოვიდა და იმ ბიჭსაც არნიშნებ ჩემზე რომ ნახეო რა და ის ბიჭი ძალიან გაკვირებული მიყურებს რა და ვერ მივხვდი რეალურად რა უნდათ მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე და რომ წამოვედი რაღაცა გამახსენდა რომ ის წვილი იყო გიფსოკარდონს რო ვიყავ რედისონში რა რემონტი გააკეთა ჩვენი პულა რაიშოა ეგეთიო რა მეგონის ბიჭი მე დაიწყო რემონტი დაანება სამსახურს ასე უნდა გააგზელო ის ისტორია რომ მე ის ბიჭმა გამიკეთა მე რემონტი ხო ძალიან გაუკვირდათ თან ისეთი დრო იყო რომ ეხა ნუ ვერო თავს აღარ უკვირს ახლა რედისონში ისო მაგრამ მაშინ ცოტა ისე იყო რა ხო კი ბატონო აი იმ კანადელზე მინდა კითხო რა შენი მეგობარი ახლა თუ რა ვიცი ტატუ რო აქ ხო ტატუ გაიკეთა ტატუ გაიკეთა სხვათა შორის ახლა ხელი რო ვიტკინე ძალიან შეწუხდა და თავის ამერიკელ ექიმებს დაუკავშირდა და ამერიკაში მელოდებიან რომ ჩავიდე რეაბილიტაცია გავიარო იქ და ძალიან მეხმარება აი აი კაცი ყოფილა კი უგებ არა კაი კაცი ეთყო ქართული ფესვები ახ მაგასაც რაღაცა ხო აი ტატუ გაიკეთა რა წერია აქ იყო ჰალკი ხო აქ იყო ლევანი აქ იყო ლევანი ხო ლევანი ზოგადად რატო დაიწერა ეს ტატუ რო ხელი რო გადაუწე თან ხო რაღაცა გაუწყდა ანუ რაც მაგას რო იხატავდა დამირეკა მე მექსიკაში იყო არაფხიზებ მდგომარეობაში ძალიან არაფხიზებ მდგომარეობაში იყო და მანახა ამას ვიხატავ ვიღაცა მე ესეთი გაწეწილი მექსიკელია ხატავდა ისიც მაგარი გასული იყო და მეთქი რაშე და მაგის მერე გადაწყვიტა ხო და შენამდე ეგ ნუ სერიოზული სპორტსმენია ხა კი ანუ ჩემამდე ძალიან ისეც ლეგენდარული სპორტსმენია და თან ისეთ პერიოდი ხონდა რომ თითქმის ყველას მოუგო და მე ჩემთან სხვათა შორის რო წააგო მაგის მერე კიდე კაი სპორტსმენებს მოუგო კიდე შეიძლება მოგიწევს ხო მაგასაც შეხვედრა სავარაუდოდ კი მომავალში ვეხნება იმიტომ რომ კომერციულად კაი შეხვედრა არის ანუ ბევრი მაყურებელი ვიყავ და მე კიდე რომ მოუგო ახლა შეიძლება მეორე ხელს დაიხატოს ახლა კიდე რა ხო მე არ ვიცი რა ხო და 1-3-4 ჯერ მე მიიწერს ალბათ რას გადამეკიდე ეს ლევა ხელზე და დიასულა შენ გაქვს ტატუები ზოგადად არა შენ რო წაგეგო არ გაიგეთებდი შესაბამისად არა მგონია მაგრამ შეიძლება საომაროთ მაღაზია ის ხო ვაი ვინც წაგებს დაიხატავს რაღაც შენ არ მოგიწევს ანუ ეს 100 წელი გაწუხლოს ღერდა ტატუს გარეშე მიდიხარ უკვე ისე სიზმარში მაინც თუ მოუგია შენთვის მირეს თუ დაგსიზმები ეგეთი სიზმარი სხვათა შორის არა სულ მესიზმრება რომ ვიგებ ო მერიხი როცა შეჯიბრება ხოლმე შანსი არ არის რომ არ ვნახო სიზმარი და იქაც ვიგებ ხოლმე და ანუ დაცდილი მაქვს რა სიზმარს რომ ნახავსო ანუ ძალიან მაგარია შენ ახლა სპორტი აირჩიე ისეთი რომ კლავჭიდია რა და მარტო ერთი ხელი ან ერთი კიდურია ან მეორე ერთი კიდურით არის რა
შენ რო რამე სპორტს მიწოლოდი ისეც რომ ყველა კიდური რო გამოყენებია რას იზამდი ხუდარწმუნებული დასვენებას როგორ გეგმა ვამზაფხულს არ აგეგმები გაქვს ზოგადად მესმის რომ ტრავმა გაქვს მაგრამ მაინც ახლა საერთოდ მოდუნება არ შეიძლება ცოტა დასვენებაც რაც გამოგიწერდე ექიმი ხო არა თან ხო მეტყვა მე კაი დაზაგრული ვარ ვიყავი დასასვენებლად უკვე მოვიარე კი ეხა უფრო კონცენტრირებული ვარ იმაზე რომ ეს რეაბილიტაცია კარგად ჩავატარო და ნენელა დავიწყო ვარჯიში ეზე მარტო გიყვართ დასვენება თუ არა ხო არის მეგობრებთან ერთად რომ მიდიხარ ვარა მარტო შენ ჩამოდიხარ გაზაგრულ და დანარჩენები შეჭtildeში რო არიან ვერ იღებენ არა ისე აბასთან ერთად მე აღარ წავალ ძმაო და მაგარია რომ ყოფნის დაახლოებით 2 საათი რო გავიდე მზეზე უკვე სერიოზული ზაგარი მაქვს მიღებული ხა თქვენ თეთრებს მე მიჭის მე ვიწვევი სამი ჩვენ შავები ეგეთები ვართ ანუ ეგრევე სათევზაოდ ვიყავი წასული და ორჯერ გადამძვრა ტყავი შუა დღემდე ვიყავი რა ნუ რამდენიმე საათი რა ყოღვები კმენენ ბავშვობაში ბავშვობაში ძალიან კუნებდა ხოლმე და ამ ბოლო დროს ახლა რას წამოვიზარდე დიდათ არა მაგრამ არის ხოლმე რომ ის ყოღვე ერთი ყოღვე რომ მოდის მე მიდის სოციალურმა ლევანა გაიჩიტაო და ბევრი მოდიან უბრალოდ სანახავად საქმენა და სხვები მოყავს მოდი ნახე კოტებატორი როგორ არის შენი მეგობარი და ჩვენი მეგობარი და უსაყვარლეს ქართველი ბატონიც მკურნალობს მუხლებზე რაღაც პრობლემა აქვს ჩვენ ხო ერთი ბედი გვაქვს საერთოდ მე რაღაც დამემართა მაგასაც დაემართა ხო და ის მუხლებზე მკურნალობს მე მაჯაზე და ვართ ესე ექიმებში ნუ რა ვიცი იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება რა და უბრალოდ რისი თქვა მინდოდა დასასვენებლად ახლა ორივე ერთი აღმოსავლეთში ხართ მეორე დასავლეთში ზოგადად რა ძირითადად დასასვენებლად თუ წავალ ერთად არ წავხვიდეთ და გადაყანთროთ ერთი კეთი ყავთ მეორე აქ ესე იგი ჩვენი საუბრის ბოლოსკენ რა მინდა ჩემოლევა რო გითხრა რა ისე ფილმს რო დაუბრუნდეთ რა შემოთავაზებები ხო არა გაქვს მართლა ჯერ რამე თუ რა შეჯერობით არა და რავი იმედი მაქვს ჰოლივუდიდან თუ არა ბოლივუდიდან მაინც მეცემა სხვათა შორის ეგ სასაცილო სულაც არა მე მზად ვარ ბოლივუდში სერიოზულ ფილმებს საციღებ ღია ვარ შემოთავაზებებს ბოლივუდიდანაც მაგრამ ჯერ მე რას ის არის იმ პროდიუსერთან არკვევე ჯერ როგორი კაცია სასაუბროთ რამე ხელს ვარ გაიქნებ შემთხვევით და რაღაცას რა და იმედია რომ ეს პირველი სერიოზული ფილმი ანუ რომელიც მიიღო მონაწილეობა ძალიან ასე გაგრძელდება რომ ხო ისე მაგარი იყო რომ იქ რო ჩავედი გადაღებაზე რა პირველ დღეს რო ჩავედი იარაღი რომ მომცეს და დავდექი და 7 კამერა მიყურებს ერთი ვერტალიოტიდან მიღებს მეორე აქედან ეს რეჟისორი რაღაცა გავარ ყველა მე მიღებს და რაზ დამებადა თუ გამოიცნო როგორ მოხდი მეთქი რაშუა ანუ საიდან ო მაგრამ გართ ისე რომელი უფრო რთულია ეხა ნუ ეს ახლა პროფესიონალი კლავჭიდელი ხარ შენ ამ კლავჭიце რო ხელს წევ თუ ფილმში უფრო ის არის ფილმი უფრო ძნელი იყო ჩემთვის ახლა კლავჭიდი უფრო ცოტა კლავჭიდი რო უფრო ადვილი ამაგარია მე მაგალითად აგერ ეკრანზე ახლა განახებ რომ შეიძლება რაღაც ფილმები მაგალითად რომელიც შენი მონაწილეობით გადაიხონ რა თუნდაც არსებული და რემიქსი გავაკეთოთ რემეიკი ფილმების ან რაღაცა საინტერესოა ხო რა ვიცი აი მაგალითად ჩვენი ბავშვობის რა ქვია დროინდელი ფილმია შესანიშნავი არა აქ ცოტა პატარა ვარ ხო ნუ ეს მეტყვი ბავშვობის ახალგაზრდობის არის ეს ახალგაზრდა აბა შემდეგი ვნახოთ აი ჰარი პოტერი მაგარი იქნება რომ სათვალები რატო ხო აი სათვალე ხო უნდა იყოს განსხვავებული ხო მაგარი სადაც ის პატარა ის რო დაფრინავს და სად ამხელა ის ჰარი პოტერი რო ხო მაგარი აი შემდეგი ვნახოთ ტიტანიკი ნუ ახლა მე მთავარ როლზე დაგამტკიცი აქ ეს ახალი გამოდის ხო ახალი უნდა მთავარ როლზე
ყველაფერი თვითონ ტიტანიკსაც ითამაშებ. აისბერგსაც. აისბერგის როჩი. ყველაფერს. უნივერსალური მსახიობი. კაი, შემდეგი ვნახო. ნუ ეს ყველაზე. ხო, ეს ახლა, ეს სადაც. ხო. კაი, შემდეგი. და ეს ახლა. დავსავათ. იმედი მაქვს, რომ რაღაცა ბოროტი ხალხი აქვს. ბოროტი ხალხი ვარ აქ. არა, გაბრაზებული ხარ. ხო. ის ნახე როგორ უხდები, როგორ ბუნებრივად ჩაჭდა. მართლა ბუნებრივად ჩაჭდა. მე მგონია ამას ნახავენ ჩვენს გადაცემასაც. კი. და ამ ჩვენ იმებს უყურებენ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მაგრამ ხვალვე დილას შეიძლება ვიღაცამ დაგერეკოს ახალ ჰალკს ვიღებთ მაგალითად გითხრათ და ნამდვილი ჰალკი იქნება მთავარ როლში რა და იმედია ეს დროს მალე დადგება ჩემო ლევანი. ნახოთ. შეიძლება. უკვე არაფერს აღარ გამოვრიცხავ. მოკლედ ჩემო ლევანი, რა ვიცი. წარმატებები მინდა გისურვო, ჩემო მეგობარო. გულშემატკივრობ ძალიან და ფილმში იქნება რინგზე იქნება რა ვიცი წარმატებები და კარიერაში და მეორედ გავცი რაღაც არ გამაგონო რომ ტრავმა მაქვს და ერთხელ ხოლმე მიმეღო. ერთხელ წარმატებები პირად ცხოვრებაში კარიერაში წინსვლა და გაიხარე მადლობა. ჩვენი სტუმარი ლევან საგინაშვილი გახდათ ბატონებო და ქალბატონებო.